პირველი შეხვედრა მოვასმენინეთ გალობით, შევედით. იმდენად არ ვიყავით გათვითცნობიერებული ამ იმას, რომ ლოცვა კურთხება რომ უნდა აკვიღო, ხელი ხო გამოვშედო, მე ხელი ჩამოვართვი. მართალია ტრაგიკული დღეა, მაგრამ ის გახსენება ხო და მერე ვიხდი დავიმორცხე რაღაც და ისე თბილად მიგვიღო, ისე თბილად გოგოებს აბა გამოუტანეთ და ისეთი მზრუნველობა, ის საკუთარ მამასთან რო წახვალ, საკუთარ პაპასთან რო მიხვალ, აი ესეთი დამოკიდებულება, ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით, 19 წლის, მაგრამ მაინც პატარები ძალიან და ესეთი მოვასმენინეთ გალობა ძალიან მოეწონა და ეგრევე ყოველდღიური წირვა ლოცვაზე გვაკურთხა რომ გვეგალობა. ისეთი თბილი იყო, რასაც იტყოდა, ეხლა პედაგოგი ხო ხსნის ხოლმე გაკვეთილს და ზოგჯერ გეზარება, ზოგჯერ თითეული სიტყვა გვესალბუნებოდა გულზე. ერთ მშვენიერ დღეს მოისურვა უწმინდესმა, რომ შექმნილიყო დავით გურამიშვილის თექლზე რაღაცა საგალობელი და დაევალათ კომპოზიტორებს. ეს ნაწარმოები არის მოთქმა ხმითა თავბოლო ერთი, რომელსაც ხალხმა დატირება დაარქვა. უნდა რომ სოლო ნომერი მე შემონოს ტექსტი და ისე მე შემესრულებინა და მოვისმინეთ სხვადასხვა ჩანაწერები. მოვისმინეთ და მე მეკითხება, აბა როგორ რა აზრის ხარო და მე ვთხარი, თქვენ უზრუნველესო, ყველა კარგია, ყველა გასაგებია, მაგრამ ტაძარში მაინცა და მაინც ეს უბრალოდ მართლა დატირება არის რა, დედა როგორც დაიტირებს, შვილს ისე უნდა დაიტირო, ქრისტე დამთავრდა. და ეს ხალხური იმებით, ინტონაციებით და აბა როგორ და ავიღე გოგოებმა იქ ბანი მომცეს და დავიწყე ის გალობა და ხო ეგ არის, აი ეს დარჩება ამის მერეო და მას მერე არ ვიცი ეს რანაირი ხელდასმა იყო. გავიდა რამდენი წელი, 79 წლიდან წარმოედგინეთ, 47 წელი. 47 წელი ვგალობ ამ საგალობელს და ხალხი ისე იღებს ამაზე და როგორ მოელიანო. ახალგაზრდა აღარც მე ვარ ხო, მოგეხსენებათ რაღაცა, მაგრამ რო ვუყურებ, იმდენად დიდი სურვილი აქვს, ხო იგალობეთ, მირეკავენ, არის ერთი ამბები. ისე იყო, რომ ესე იგი წირვა რო დამთავრდება, მე ლოცვაზე ყოველდღიური რო დავდიოდით შუალედში იქ ვიჯექით ხოლმე ტაძრის გარეთ და ნაირას დაუძახეთ, ნაირას წავიდოდი ხოლმე დავსხდებოდით და ვიხილავდით სხვადასხვა საკითხს, აი ესე როგორ იქნება, ის ისე როგორ იქნება. ჩვენ კიდე თან რა გვიხარო და როგორც პატარები და ახალგაზრდები მოდიოდა ნუგბარები. ესეთი იცოდა, აი მასპინძელი იყო, ესეთი გულწრფელი იყო და ისეთი რა ვიცი უშუალო. ძალიან გვიყვარდა ყველა, ძალიან გვიყვარდა. დედმამა აღარ უყავს მართალია, მაგრამ იმედი მქონდა რომ ყოველთვის ვიცოდი რომ ყოველთვის ჩემთვის ლოცულობდა და კიდე ერთხელ დავუბრუნდი. მეც და დარწმუნებული ვარ, აგერ ტელევიზიას უყურებ და ხალხი გადაჭედილია, როგორ დატოვა ამ ხელას სიყვარული. ეს ისე არ მოდის. ისეთი სიბრძნე ქონდა, იგავებით რომ ლაპარაკობენ ხოლმე, იგავებით მოგეხსენებათ და ერთი და შედანაჩენი შენ უნდა ახსნათ. თითოეულ წინადადებას უსმენდი და ღმერთო ჩემო, აქ მარტო პატრიარქი არ არის, სოლომონ ბრძენი და ესა და ესა.
რამდენი ერთი, რომელი ერთი, დევნები, ინტრიგები, რა ვიცი. ხანდახან მაგრამ როგორც ჩვენი ესო დიდება მოთმინებასა შენს უფალო ესო თავისი უთქმელობით, თავისი ჩუმი იმით ქადაგებაში იტყო და ისეთ რაღაცას ყველას პასუხს სცემდა სიბრძნით. სულ ვიძახი სიბრძნით. რამდენი ტკივილი გაიზიარა ხალხის, რამდენი. ეს ძალიან რთულია ამის ზიდვა. თითოეული დედა რო შემოგტირებს თავის შვილის ამბავს და რა დონეზე უნდა გაიზიარო და როგორ უნდა გეტკინოს აგერ კადრებიც არის როგორ ტირის მათთან ერთად და განიცდის ყველას ტკივილი მიიღო. ეს იყო მისი ჯვარი და თავისი სიტყვებით საქართველო მიყვარხარ. აი საქართველოს უყვარს ჩვენი ბრძმედესი. მიყვარხარ საქართველო მიყვარხარ.